Ელთა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის ხსენება ორი დიდი წმინდანისა, სამი დიდი წმინდანისა. ერთ-ერთი არის ელია თესბიტელი, რომლის ხალენიც არის საქართველოში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდელი პერიოდიდან, სვეტიცხოვლის ტაძარში. მეორე არის წმინდა ილია მართალი, უკვე ჩვენი ბოლო დროის ძალიან დიდი წმინდანი და ძალიან დიდი მოამაგე და როგორც უწოდებენ უგვირგვინო მეფე საქართველოს, ილია ჭავჭავაძეა საუბარი. და წმინდა მოწამე სალომე, რომელიც სპარსთაგან იქნა ქრისტეს სიყვარულისთვის მოწყვეტილი. ელია თესბიტელის დროს, ესე იგი, იყო მეფე აქაბი, რომლის ცოლიც იეზაბელიც იყო კერპსახური და ნელ-ნელა მეფე აქაბიც ბაალის კერპის სახურებისაკენ მიიდრიგა. იმდენად მძლავრი იყო, ესე იგი, მათი ცდილობა, რომ ყველა ღვთისმოყვარე ადამიანი გაენადგურებინათ, რომ ელია თესბიტელი ასეთ რამესაც ამბობს, რომ უფალს შესთხოვს და ესე იგი შესჩივიც, რომ უფალო, შენი წინასწარმეტყველები დახუცესო და შენი სამსხვერპლოები დაანგრიესო. მე ერთიღა დავრჩიო და ჩემს მოსაკლავათაც მეც მეძებენო მოსაკლავად. და უფალი ეთქვის, რომ მოგეშინიო ამხნევებს, ესე იგი, რომ არისო 7,000 კაციო, რომელსაც ბაალის კერპისთვის ქედი არ მოუხრია. და მათ უამრავი ნიშანი აჩვენა, ესე იგი, წმინდა ელია თესბიტელმა საიმისოდ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ვინ იყო და რომ ბაალის კერპი არ იყო ღმერთი. ეს ბაალის კერპი, როგორც ცნობილია, წვიმის და მოსავლიანობის ღმერთად ითვლებოდა და მოხდა ისე, რომ ელია თესბიტელმა ილოცა და 3 წელი და 6 თვე ერთი წვეთი არ ჩამოვარდნა. ამითიც ადამიანებს უნდა დაენახათ, რომ თუ ის ღმერთია და თუ წვიმის ღმერთია, მაშინ რატო ვერ მოყავს წვიმა. სხვადასხვა ასეთი რამაც მოხდა, რომ გამოიყვანეს ამ ბაალის კერპის ქურუმები და რომ ესე იგი დაედასტურებინათ, აბა ვისი ღმერთი არის ჭეშმარიტი და უამრავი ხალხი შეიკრიბა და თქვეს, რომ მოდიო სამსხვერპლოზე დავდოთო შესაწირიო და ვილოცოთ, ცეცხლი არ შევუნთოთ, ვილოცოთო და ვისი ლოცვის შემდეგაც გადმოვა ცეცხლიო, ესე იგი იმის ღმერთია ჭეშმარიტი. და მოიტანეს უამრავი შეშა, დააწყვეს სამსხვერპლო და ლოცულობენ ეს ქურუმებიდან. ელია თესბიტელი ცოტა ესე ირონიულად ეუბნება, რომ ცოტაო ხმამაღლა შეძახეთო თქვენს ღმერთსო, იქნებაო ზინავსო და გაიღვიძოსო, რომ არადა არ გადმოდიოდა, ესე იგი, ცეცხლი. ესეც იმიტომ, რომ ადამიანებს დაენახათ, რომ ის არ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. და ამათი გულმხურვალე და ესე იგი მრავალჟამიერი ლოცვის შემდეგ ახლა დადგა ელიას დრო. ელიამ უნდა ილოცოს და ელიამ წყალი დაასხმევინა ამ შეშაზე. სამსხვერპლოზე შეშაზე მის გარშემოთაც და ელიამ ილოცა და გადმოვიდა ეს ცეცხლი და დაიწვა ისინიც და ის ქურუმებიც. ის სამსხვერპლოც და ის ქურუმებიც დაიწვა. და ესეთი მაგალითებით, ესე იგი, უფალი კაცობრიობას ყოველთვის აჩვენებდა, რომ სად არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომ იქ, სადაც ადამიანური ძალა არის უძლური, იქ ღმერთი გამოაჩენს ხოლმე. თავად ელიას ზეცა დაყვანაც არ არის ადამიანური ძალის შედეგი. ღმერთმა ელია ცოცხლად წაიყვანა. და არსებობს ასეთი წინასწარმეტყველება, რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში ელია და ენოქი, რომელიც ასევე ცოცხლად არის წაყვანილი და არის ასეთი გარდამოცემა, რომ იოანე ღვთისმეტყველიც
ივანე ღვთისმეტყველიც. იმიტომ რომ ივანე ღვთისმეტყველის საფლავი, როდესაც გახსნეს მისმა მოწაფეებმა, ეფესოელმა მოწაფეებმა, რომელიც ვერ დაესწრნენ მის დაკრძალვას და უნდათ მისი ხილვა, ვერ ნახეს მისი სხეული. ისევე როგორც ვერ ნახეს თავის დროზე მოციქულებმა ყველა წმინდა ღვთისმშობლის სხეული. თომა მოციქულმა ხო დაიგვიანა, გვიან მივიდა. და არსებობს წინასწარმეტყველება, რომ ამ სამდი წმინდანს უფალი მოავლენს მეორედ მოსვლის წინა პერიოდში, რათა კვლავ დაამოწმონ ჭეშმარიტების შესახებ. ასევე არის ხსენება წმინდა ილია მართლისა. ილია მართალი თქვენ იცით, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ძველი გმირების, ჩვენი ისტორიული გმირების მოღვაწეობას და მათი მოღვაწეობა თერგდალეულებმა სწორედაც რომ წინა პლანზე წამოწიეს, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი უნდა რწმენით იზრდებოდეს, ქართველი მომავალი თაობა რწმენით უნდა იზრდებოდეს და საკუთარი წინაპრების მაგალითზე უნდა იზრდებოდეს. მათ თქვენს კარგი საქციელით ჩვენი წინაპრებისა და თქვენს ცუდი საქციელით წინაპრების. იმიტომ რომ ადამიანმა იცოდეს, რომ თურმე ესეც შესაძლებელია, რომ მოგვივიდეს, თურმე ცუდით შეიძლება რომ გავაკეთოთ და უამრავი ცუდი. მაგრამ ეს უამრავი ცუდი მართლაც რომ ზღვაში წვეთია იმ დიდ საგმირო საქმეებთან, რაც მართლა ჩვენ წინაპრებს ჰქონდა და სწორედ ეს წამოწიეს წინა პლანზე თავის შემოქმედებაში, რომ ადამიანის მიძინებული სული ამითი გამოეღვიძებინათ. დღესაც ეს არის საჭირო, ესე იგი ჩვენ უამრავ გმირებს უყურებთ ამა თუ იმ საშუალებით, ელექტრონული საშუალებით, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ხშირ შემთხვევაში, რომ ჩვენ შვილებს ვესაუბროთ იმ გმირებზე, მართლაც რომელიც ყავდა რეალურ გმირებზე რომ ვესაუბროთ და რომ მათი ცხოვრება გახდეს ჩვენი შვილებისათვის მისაბაძი. დღეს არის მე-40 დღე ჩვენს მეზობლად, ჩვენი სამრევლო სკოლის ბავშვების მამა გარდაეცვალა და პეტრეს გარდაცვალებიდან მე-40 დღე არის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვიზიარებთ წუხარებას ამ ოჯახისა და მე-40 დღე თითოეული ადამიანისთვის ეს არის პირადი სამსჯავროს დღე. პირადი სამსჯავროს დღეა. ჩვენ როდესაც გარდავიცვლებით მე-40 დღეს ღვთის წინაშე წავდგებით და ამ დღეს განეწესება ადამიანს ის სამკვიდრებელი, სადაც ის უნდა იყოს. ოღონდ ეს არ არის მარადიული. მარადიული არის მეორედ მოსვლის შემდგომ, საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ. ამიტომაც განსაკუთრებით ლოცულობენ ხოლმე მორწმუნე ადამიანები მე-40 დღემდე, მაგრამ არა მარტო მე-40 დღემდე, არამედ მე-40 დღის შემდგომაც ლოცვა არ უნდა შეწმდეს არც ერთი მიცვალებულისთვის. არც ერთი მიცვალებულის საფლავი მოულელი და მიტოვებული არ უნდა იყოს. სამწუხაროდ ბევრი საფლავია მოულელი. იქ სადაც მოულელია საფლავი, ესე იგი ჩანს, რომ ეს მიცვალებული დაავიწყდათ. არა და ჩვენ რო დავფიქრდეთ, ჩვენ ხო მრავალი საზრუნავი გვაქვს ახლა, თუნდაც დღევანდელ დღეს მრავალი რამ გვაქვს გადასაწყვეტი, ანასე უნდა გადავწყვიტოთ ანისა. ბევრი საკითხი დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე წავდგებით, მხოლოდ ერთადერთი საკითხიღა დადგება, ჩვენი სული გადარჩება თუ ვერ გადარჩება. მეტი სხვა სადარდებელი და საკითხავი არაფერი არ იქნება ადამიანს. ამიტომაც ვინც წარდგა ღვთის წინაშე და მხოლოდ ეს საკითხიღა უდგას, მისთვის ძალიან დიდი ნუგეშია ის მორწმუნე ადამიანი, რომელიც აქ მიწაზე რჩება და მისთვის ლოცულობს. ეს არის მისთვის ძალიან დიდი ნუგეში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წყალობა ღვთისა, მაგრამ მეორე რიგში ის ადამიანები, ვინც მისთვის სიყვარულით და რწმენით ილოცება. იმიტომ რომ სწორედ ასეთ ლოცვას აქვს დიდი ნუგეში მიცვალებულისთვის. ასეთ ლოცვას და ამ მიცვალებულის გამო თუ ადამიანი იწყებს ღვთის მიერ ცხოვრებას, აღსარებას ამბობს, ზიარება,
სიკეთეს გაიგებს მიცვალებულის სახელზე, ეცდება ღვთისმცნებითი ცხოვრებას. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ მისი გარდაცვალება ხდება მიზეზი ჩვენი ღმერთთან მიახლოების. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა აცხონოს პეტრეს და ყველა იმ გარდაცვლილთა სული, ვინც ჩვენ მოვიხსენებთ წირვაში. ჩვენთან არის ღმერთი.